დაიგიბრუნდით საინტერესო თემით და ვლაპარაკობდით ჩვენ ახლა რამდენად მნიშვნელოვანია უბრალო და ისე რომ არაფერი არ ხდება ღმერთის გარეშე რომ აი ღმერთი გეგმავს ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერს და აი იმიტომ არის რომ აი შეიძლება რაღაცა შეიძლება ძიმეთ მიდიოდეს რაღაცა ისე ვერ მიდიოდეს როგორც ამ წამს სამართალს შეეფერება მაგრამ ერთიანში უფალ სხვა გეგმები კონდეს ამით და საბოლოოდ ერთიანში დიდი გამარჯვება და სამართალი იყოს იმიტომ რომ რატო უყვებით ამ ყველაფერს ახლა რომ ძალიან ბევრი ტკივილი ადამიანის ცხოვრებაში და აი ამ წამსაც შეიძლება იყოს ბევრი უსამართლობა ამ წამის გადმოსახედით შეიძლება იყოს რაღაც უსამართლობა მაგრამ ის ერთიანში იმ 90 წუთში ან 90 წელში ან 190 წელში ხო ეს შეიძლება დიდ სამართალთან იყოს და აუცილებლად იქნება დაკავშირებული უბრალოდ ჩვენი გონება იმას ვერ აღიქვავს და ნაწყენდებით ხოლმე ხანახან ღმერთზე ნაწყენდებით ხანახან იმ ადამიანებზე მაგრამ აი ეს ჩვენ სასარგებლოდ როგორ გამოვიყევთ და როგორ ვიცოდეთ რომ ის უსამართლობა რაც ჩვენს თავს დღეს ხდება საბოლოოდ დიდი სამართალად იქცევა თუ ამას ავიტან და დავითმეთ რა თქმა უნდა და ამ სამართლის მონაწილეები აუცილებლად ჩვენ ვიქნებით მამა გიორგის კიდე ამასთან დაკავშირებით მინდა კითხო და მამაო არაჩვეულებრივი პირველი საათისათვის დიდი მადლობა ისევ თუ შეიძლება რომ გავაგზავნოთ აი ეს უსამართლობა მამაო ის ტკივილი ის ყველაფერი ადამიანის ცხოვრებაში რაც ხდება ხო იგივე და 10 ჯერ უარესი მოხდა მაცხოვრის ცხოვრებაში იმ ჭეშმარიტების ცხოვრებაში რომელსაც მართლა არაფერი დაუშავებია მოვიდა სიკეთისათვის ჩვენ ქემაინც ვიღაცები რაღაცას ვაშავებთ მაინც და რაღაცაზე შეიძლება რომ სამაგერო გვეგოს ან რაღაცა მაგრამ ამ შემთხვევაში აი როგორ უნდა იყოს ჩვენთვის საზომი მისი შობა მისი უბრალოება მისი ეს ურთიერთობა ხალხთან და მისი დანატოვარი იმიტომ რომ ამ ყველაფერს ჩვენ თუ გავითავისებთ ის მძიმე ყოფა რასაც დღეს ჩვენ გვიგზავნის აქაურობა და აქ მყოფობა და აქაური ცხოვრება იქნება უფრო მეტად ადვილი გადასატანი მამა თუ შეიძლება აი როგორ მოვიშველიოთ ღმერთი აი ამ ტკივილში მამაო რომ ჩვენ შეგვიმსუბუქდეს აი ტვირთი ჩემიო უღელიო ჩემიო ის არისო თქვენ მსუბუქარსო ხო თუ შეიძლება მამაო რა საქმე იმაშია რომ ღმერთთან ბრძოლა არის შეუძლებელი შენ შეიძლება ღმერთის საწინააღმდეგოდ რაღაცებს აკეთებდე შენი ჭკუით ვიღაცის გადასახედით მაგრამ საბოლოო ჯამში ისევ ღმერთის საქმეს ვაკეთებთ რომ ისევ ამბობ რომ ღმერთის გეგმა ამ სამყაროში არის ძალიან სპეციფიკური და იცით ღმერთი ჩვენ სწორ მეცნიერებაშიც გვაძლევს აი თქვენ მათემატიკიდან ხო იცით აი ცუდი ამბავი როგორ შეიძლება ვიქოთ როგორც მინუსი ხო ხო რა თქმა უნდა მათემატიკაში მინუსი რას გვაძლევს პლუს ხედავთ ეს პარადოქსი ამიტომ მაგრამ აქ სხვა რაღაც არის ადამიანს სჭირდება ცოტა სტოიკური ხასიათი იმისთვის რომ შენ ეს ყველაფერი დაინახოს სწორედ მე მინდა გითხრათ რომ ყველაფერი არის ღმერთის გეგმა აი იგივე ამდრე გითხარით მე ეს ისა როცა მაგრამ ეს უნდა გავიმეორო ქრისტეს ჯვარც მასთან დაკავშირებით რა თქვენ მღვდელმთავრებმა ანუ ის რასაც ისინი ქრისტეს საწინააღმდეგოდ აკეთებდნენ პირიქით ქრისტეს საქმე გააკეთეს ამათმა თქვეს ჯობია ერთი დაიღუპოს და მთელი გადარჩეს და პირიქით მოხდა მაგრამ ნახეთ მართლაც ოღონდ ამათმა მცირე მასშტაბით თქვეს ანუ სინამდვილეში ქრისტე რო არ მომკვდარიყო კაცობრიობა არ გადარჩებოდა მაგრამ ამათმა თავისი მოკლე გონებით იმ დროს თავისი establishment-ის გადასარჩენად ერის გადასარჩენად კი არა სინამდვილეში თავისი establishment-ის გადასარჩენად ზრუნავდნენ მაგრამ თქვეს ის სიტყვა რომელიც თქვეს თითქოს ქრისტეს განაჩენი გამოუტანეს მაგრამ ამ დროს ნახეთ რა თქვეს საკაცობრიო აზრი რომ ჯობია ერთი დაიღუპოს რომ დანარჩენები გადარჩნენ და აი აქ მოხდა ზუსტად იქ რომ ქრისტეს ჯვარცმით გადარჩა მთელი კაცობრიობა ეს რო არ ყოფილიყო კაცობრიობა ვერ გადარჩებოდა აქედან გამომდინარე მე მინდა განუგეშოთ კი ყოველდღიურად ძალიან ძნელია უსამართლობის რაღაცა გაჭირვების შევიწროვების ამის ყველაფრის ატანა ძალიან ძნელია მაგრამ არც ერთი წამით არ გაგიჩნდეთ აზრი რომ ღმერთმა მიგატოვათ არავითარ შემთხვევაში
ყველაფერი რაც კეთდება, აი წყალი ხო? რომელიც მიწაში გადის, ხო? ჭუჭყიანი წყალი, რომელიც მიწაში მოხდება, გადის მიწაში, იქ თვითონ მიწაში იფილტრება და გარეთ უკვე გამოდის სუფთა წყალი. ხო? აი ესე ვარი, რომ წყალი საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა მიწაში იყოს, რომ რაღაცნაირად გამოვა იქიდან. აუცილებლად. ხო. და ეს იცით ღმერთმა ეს ყველაფერი ჩვენ დაგვანახა იმისთვის, რომ ეს მაგალითები მოგცა, რომ ჩვენ გვესმოდეს, რომ და რაც თავარია მე რაც ხდება დღეს ამ მთელ კაცობრიობის ისტორიას, რასაც უყურებ, მე ვხედავ, რომ ეს არ არის რაღაც ცალკეული აღებული რაღაცა მოვლენები. აი როგორც მე თავიდან გითხარით, ერთი მთლიანი კონსტრუქცია არის. აი დღეს მე შევეცადი, მართალია ცოტა რაღაც დროის უქოლობის გამო რაღაცები ვეღარ წავიკითხე, მაგრამ რა ხდება? ჩვენ დავინახეთ, რომ ქრისტეს შობა ეს არისო, იცი ზოგ შეიძლება გონია რომ უცბად ცაში გადაწყდა რომ ნუ ნახეს რომ არაფერი არ გამოდის ამ ადამიანებს რაღაცა შველა სჭირდება და მოდი როგორც რაღაცა ბეგეგმა მოდი ეხლა გამოუშვა ჩემი შვილი რომელმაც იქნებ რაღაცა გააკეთოს ხო არავითარ შემთხვევაში ანუ ეს არისო რაღაცა ბეგეგმა ანუ არსებობდა აგეგმა რომელიც ყოველთვის არსებობდა ღმერთს ბეგეგმები არ აქვს რა თქმა უნდა იმიტომ რომ ღმერთის ყველაფერი სრულდება მაგრამ ის აგეგმა არის იმდენად მრავალფეროვანი რომ ისი აღქმა და დანახვა უბრალოდ twinით შეუძლებელია ვერ აღიქვავს რთულია ძალიან ვერ აღვიქოთ და ამიტომ ცოდვილი twini მithom ამიტომ ჩვენ უნდა გვეცმოდეს რომ ღმერთს ბეგეგმა არ გააჩნია ჩვენთან დაკავშირებით აქვს ერთი აგეგმა რომელიც ყოველთვის აქვს ღმერთი აი იმით არის სასიამოვნო ღმერთთან ურთიერთობა რომ როგორც ღმერთი არის მარადიული ასევე მარადიული არის მასთან ურთიერთობა და შენ ყოველთვის დარწმუნებული ხარ რომ ერთი და იგივე ღმერთი დახვდება ხო შეიძლება ხანდისხანდის ვიღაცა შედის უბროსის კაბინეტში და არის ის ახლა გამრავლებული როგორ ხასიათზე დამხვდება ხო ხო და კაი ხასიათზე და სპეციალურად ცნობილი იყო რომ იყვნენ ზოგიერთი ადამიანები რომ მასთან ურთიერთობას ცდილობდნენ სპეციალურად ეძებდნენ როცა იყო კაი ხასიათზე რომ იმ დროს მაშინ რაღაცა კონტაქტი დაემყარებიან ღმერთი ყოველთვის ერთ ხასიათზე არის ღმერთს ჩვენთან დაკავშირებით ყოველთვის ერთი და იგივე გეგმა აქვს მე მინდა გითხრათ რომ გეგმა არასდროს არ შეცვლილა ვიცვლებით ჩვენ ხო ჩვენც იცით როგორ ვიცვლებით ჩვენც ბოლომდე ვერ ვიცვლებით ანტურაჟი ვიცვლება აი წეღა გეუბნებოდით აი ჩვენ როცა ვკითხულობ ძველ აღთქმას აი რამდენიმე საუკუნის წინანდელ ამბებს როცა ვკითხულობ და დღევანდელი ადამიანი ხო ერთი და იგივე ანტურაჟი შეიცვალა. აი გარეგნოთ ახლა მე მიჭირავს ეს მობილური შეიძლება სხვა ტექნოლოგიით გაკეთებული დასაცმელი მაცვია რაღაცა მეტროთი მოვედი რამდენიმე ერთი საუკუნის წინათ მეტრო არ არსებობდა ხო? თუმცა ეს რამდენს დღეს მოვედია მეტროპოლიტენით სიტყვას ვთქვა. მაგრამ საბოლოო ჯამში მე ის იგივე ადამიანი ვარ. ხო? იგივე ადამიანი ვარ. და ეხლა მინდა გადავიდეთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. ანუ რა კი ჩვენ გვესმის რომ ღმერთს ჩვენთან დაკავშირებით აქ ერთი და იგივე გეგმა და ღმერთი ღმერთს ჩვენთან აქ მუდმივი ინტერესები აქედან გამომდინარე ჩვენი მხრიდანაც უნდა ეს ურთიერთობა ატარებდეს მუდმივ ხასიათს ხო? იმიტომ რომ აი უხასიათოდ ვიყავი ღმერთს ახლა იმდენად დღეს ახლა არ ვარ ხასიათზე, ხვალ ისე ვარ, ზეგ ისე ვარ. აი ეს ჩვენ მე მახსენებს ძალიან გენიალური იგავი არის ქრისტე როცა მიდის და ხედავს ლეხს. და შია და უნდა შეჭამოს და ნაყოფი არ არის და დაწყებლა. მაგრამ მთელი პიკანტური სიტუაცია ამაშიც რაშია, აბა თუ იცით. საქმე იმაშია რომ იმ დროს ლეღვის სეზონი ხო არისო ანუ ლეღს წესით ყველა ბოტანიკური კანონით არ უნდა ქონოდა ნაყოფი რა და ვიღაცებმა თქვეს ესე იგი როცა გაიგეს ეს თქვეს რომ ესე იგი ღმერთი გამოდის არასამართლიანი ადგილ და ნუ არ ეკუთვნოდა და დასწევლა არა
აქ ესე იგი ამიგავით ღმერთს რაც მეუბნება ეს რომ როცა შენ ჭირდები ღმერთს მაშინ არავითარი ექსკიუზი არ არსებობს შენ ყოველთვის უნდა იყო მზად იქ არსებობს შეიძლება ამ ხანაკმა დაგირიგოს და თქვა რომ ეხლა ღამე არის და ვერ მოვდივარ ან ტრანსპორტის საშუალება რა გდანში ვერ გამოვალ იმიტომ რომ ის არის ანდა ძალიან ცივა და ვერ გამოვალ ან ავათავარ სიცხე მაგ და რაღაც წამალი მივიღე არ ან შეიძლება აუცილებლობა ვერ ნახო და უბრალოდ ანდა მოდი გადავთქვათ აი როცა ღმერთი მოგიხმობს ხო, შენ უნდა იყო. უპირობოდ, რა მდგომარეობაშიც იმყოფები, საოპერაციო მაგიდაზე თუ იმყოფები, უნდა გამოხვიდე ნარკოზიდან. აი თუ იქ ნარკოზში იმყოფები და ამ დროს ღმერთი გამოგეცხადა და თქვა რომ ჭირდები იმ ნარკოზიდან უნდა ესე მოკრიფო შენი გონებრივი ენერგიები გამოხვიდე, ადგე და წახვიდე შენი გასაკეთებელი გააკეთო. აი ეს არის. აი ეს არის ჩვენ უნდა დაუბრუნოთ ღმერთს. აი ეს უნდა დაუბრუნოთ ღმერთს. და როგორ უნდა მიხვდეს მამა? აი ეს ხო რა ხდება? როგორ უნდა მიხვდეთ? იცით? აი როგორ გავხდეთ თან ღმერთისათვის საჭირო მამა? აი ყველაზე მთავარი, აი ჩვენ ხო ყველა ვჭირდებით. რა თქმა უნდა, იმიტომ გაგვაჩინა რომ ცხონების, აი როგორ უნდა გავხდე ის მახსენდება რა, აი პატიმარი ვიყავიო და იქ არ მომინახ. ხო ხდებით, აი როგორ ხდება ადამიანი საჭირო ღვთისათვის მამა? საჭირო იცით ვინ არის საჭირო ადამიანი? აი ხლა მე მოგიყვებით პატარა ისტორია ესეთი ნო მოკლე ძალიან ბაბუაჩემს ჰქონდა ძალიან ბევრი წიგნები და ეს ხუთოთახიანი ბინა იყო მხოლოდ ყველა ის იყო გავსებული სხვადასხვა მიშვილიშვილს ეთყობა მაგრამ რო ბაბუამის ბევრი წიგნები ჰქონდა და სამზარეულოშიც კი თეფშების მაგირო წიგნები იყო ჩალაგებული და მამაჩემს რო ეშინოდა იმდენი წიგნი იყო ჩალაგებული რომ ის არ იყო რომ არ ჩამოინგრეს და რაღაცა ხანისგან გვიწევდა ამ წიგნების გადაადგილება ხანახკეთ ხანიქით და ერთხელ ამ წიგნების გადმოლაგებაში ვიპოვნე სტალინის შრომები. ხო. დაწერილი შრომები, ნუ ეს რუსულად იყო და მე ვერ შევცვლი ახლა ციტატას რუსულად. არა, თქვენ ვიყვანო რუსულად. ესე იგი, ამოვიღე ერთ-ერთი ვისაც არ ისმის გადაუთარგმნოთ. ავიღე ერთ-ერთი ტომი და აი ეს უბრალოდ გადავშალე წიგნი სადღაც შუაში. მე თქვი აბა რა სწეს და პირველივე ფრაზა რაც წავიკითხე იმდენად მომეწონა მაშინ მე 6-7 კლასში ვიყავი რომ იმის შემდეგ სულ ეს ფრაზა მაგ და აბარა როგორ მაინტერესებს იმიტომ რომ მე მიყვარს სტალინი და მაგითო ესე იგი რა სწეს იქ სტალინი დიახ если бы слова могли превращаться в материальные предметы то болтуны были бы самыми успешными людьми в мире გენიალური ფრაზა. ხო. და ეს არის მთელი ჩვენი ცხოვრების ის არის. რომ გადაუთარგმოთ მამა, რომ სიტყვები აბა თქვენ თარგმნით, აბა უფრო სიტყვებიო თუ სიტყვას რომ შეეძლოსთო მატერიალურ საგნებად იქცესო. იქცენო. მაშინ მოლაღმეებიო ყველაზე წარმატებული ხალხი იქნებოდნენ მთელ სოფლიოში. მთელ სოფლიოშიო. ხო და ამიტომ აი ეს არის მთელი ის არის. ანუ რა ხდება? საქმე იმაშია რომ ჩვენ უნდა შევძლოთ და თეორიიდან ავმაღლდეთ პრაქტიკამდე. კი ძალიან კარგია, ეხლა ჩვენ როცა მომივარ და საუბრობთ, ხო? რატო საუბრობთ? ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მრევლი, ჩვენი მაყურებელი, ну იგივე მრევლი, დავხუძნოთ რაც შეიძლება მეტი ცოდნით. რა თქმა უნდა. მაგრამ ცოდნა შეიძლება იქცეს მკვდარ ბარგად. ხო. თუ ჩვენ შეიძლება კიდევ საშინელებათაც იქცეს, იმიტომ რომ წიგნობრებმა აცვეს ჯვარს ქრისტეს, სიტყვას. მაგრამ ყველაზე დიდი მცოდნე და ღვთისმეტყველი არის სატანა. ხო? სატანამ რო იცის ღვთისმეტყველება და იცის მთელი ეს ისა, მე იმისი მეათედიც არ ვიცი. ხო? რა თქმა უნდა. ამიტომ ეს რომ მკვდარ ცოდნად არ აგვეკიდოს, ჩვენ უნდა ყოველთვის ფიქრობთ და ეს არის ყველაზე მეტად მე ცხოვრებაში რაც მაწუხებს რომ აი ცოდნა რაც მე მაქვს აი იმისი 15% რეალიზება იმპლემენტაცია ჩემ ყოველდღიურ ცხოვრებაში აი ეს არის თავარი რაზეც უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ თორემ როგორც ასეთი ცოდნის აღება ძალიან ადვილია დღეს ეხლა აიღებ წიგნებს გადაშლი წაიკითხავ Google-ი არსებობს რაღაც ეხლა შეიძლება ძალიან საკმაოდ ისეთი ცოდნა დააგრო მაგრამ ქრისტემ რა ბძანა მან რო კითხეს
ამიტომ რომ წიგდობრები უთხრეს ნუ თუ ჩვენ არ ვიცით შეიცხადეს და ქრისტემ უპასუხა ისევ ჯობდა რომ არ გწოდნოდათ იმიტომ რომ თუ არ იცითო არც მოგეკითხებათო და რა კი იცითო არ გეპატიებათო და ეს სიტყვები უნდა ვიცოდეთ აი ეს სიტყვები უნდა ამოვწეროთ სახარებიდან და ყოველდღე უყუროთ იმიტომ რომ ჩვენი პრობლემა იმაში რომ ჩვენ უკვე ვიცით ხო და მაინც ვაშავებთ ხო ვიცით და მაინც ვაშავებთ და აი ვინც იცის და აშავებს მისგან უფრო მეტი მოეთხოვება ვიდრე მათგან ვინც არ იცის ეხლა თუ პრინციპიალურად არ უნდა რომ გაიგოს ეს კიდე სხვა რაღაც არის მაგრამ როგორც ასეთი აქედან გამომდინარე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ჩვენში იმაზე თუ როგორ შევდეთ ჩვენ ამის იმპლემენტაცია იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ღვთლის თავარი მოვალეობა მე აი როცა ჩემთან მოდიან ახალი მრევლი ყველას პირველ რიგში ამას ვეუბნები რომ ღვთლის თავარი მოვალეობა ის კი არ არის რომ მე თქვენ კი რას კორექტული ცოდნა უნდა მოგაწოდოთ კი ხო იმიტომ რომ ნათქვამი იმისთვის რომ გახდეთ ბძენი ადამიანი სამი წიგნი უნდა წაიკითხო ხო იცით სულ სამი წიგნი გჭირდება მაგრამ ის სამი წიგნი რო წაიკითხო მოძებნ 1000 წიგნი უნდა წაიკითხო ის სამი წიგნი იმ 1000-ში სამი წიგნი მოყვეს შეიძლება არც მოყვეს ხო ის სამი წიგნი რაც შენ ცხოვრებას გაიგო ხო და აქედან გამომდინარე ღვთლის რა თქმა უნდა სწორი ინფორმაცია მოგამარაგოს მაგრამ თავარი რა არის ღვთლმა უნდა გასწავლოს აი როგორ უნდა შენ აი დღევანდელი თანამედროვე ადამიანი ხო აი დავშვათ გიორგი დარასელია მუშაობს ტელევიზიაში წამყვანი არის და აი 20 გინდაც ძველი აღთქმა 21 საუკუნის წინ დაწერილი ახალი აღთქმა ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ უნდა რეალიზაცია მოახდინოს ანუ ისევ ქრისტეს სიტყვებით რო ვთქვათ კეისარს კესრისასო და ღმერთს ღმერთისას ეს არის ყველაზე მაგარი ტექნიკა რომ შეწოდების ტექნიკა ხო რომ მე რომ მოახერხო აი ამ პლანეტაზე ისე ვიცხოვრო რომ შევძლო კეისარს კესრისას და ღმერთს ღმერთისას ხო ამაშია საქმე ზუსტად იმ კულაბაში რომ მოახვედროთ ის ხო ზუსტად ის იმ კულაბაში საკეთ კულაბაში და ყოველთვის და რაც მთავარია ძალიან ადვილია რომ შენ რაღაცად პროპორციო დავშოთ შენ გაგთქვათ ძალიან პირობითად ვამბობ 10 ლარი და შენ 5 ლარი უნდა ერთ ყულაბაში ჩააგდო 5 მეორეში იცი როგორი ბედნიერია ადამიანი მათემატიკა ყველა ვიცით და 10 ორად რო გავღებ 5 აქეთ 5 იქით მაგრამ ცხოვრებას მოაქვს ისეთი სიტუაციები ცხოვრება ბევრად უფრო დიდია რომ ხანდისხან პროპორციები უნდა შეიცვალოს ხანდისხან კეისარს უნდა უფრო მეტი მიანიჭო ხანდისხან ღმერთს დავუშვათ ოჯახის წევრი ავადმყოფი ყავს და შენ იმ მომენტში შეიძლება უფრო მეტი დრო დახარჯო მის მასზე ზრუნვაში ვიდრე წახვიდე და ვთქვათ ეკლესიური საქმე გააკეთო მეორე მომენტში შეიძლება საერთოდ ყველანი დაივიწყო და დავუშვათ წითელი პარასკევია და მთელი დღე ტაძარში ხარ და ჯვარცმას და ლოცულობ. ანუ აქ მეორე სირთულე ის კი არ არის რომ შენ სწორედ მოძებნო ორი ყულაბა და სწორედ გაყო ორად. არა. ყველაზე დიდი მთელი ჩემი ცხოვრება, რასაც მე ვწვალობ ხოლმე, რომ მოვძებნო სწორი პროპორციები დროის რა მონაკვეთში, რომელ ყულაბაში რამდენი უნდა წავიდეს. შეიძლება ხანდისხან დროის ისეთი მონაკვეთია, რომ ერთ ყულაბაში უნდა წავიდეს 9, მეორეში 1. შეიძლება პირიქით. აი სიბძნე უნდა გეხოს, ეგ უნდა თხოვ ღმერთს, რომ სიბძნე. ეს აი ამას თხოვ ღმერთს ჩვენ ძალიან სწორად, იმიტომ რომ ეს თავისი არ გაჩნდება, იმიტომ რომ ხანდისხან იმდენად რთული არჩევნის და სხვათა შორის აი ჩემთან ვინც მრევლი არის და ძალიან ღრმად მოაზროვნე არის და აი მათ საერთოდ რა არის აღსარება? აღსარება ეს არის გავლილი რაღაცა ცხოვრების ეტაპის ანალიზი. ხო, ზუსტად. ზოგს გონე რომ აღსარება ეს არის რომ აღიარებით ჩვენებით მიდიხარ პროკურორთან, არავითარ შემთხვევაში. უდელთან როცა მოდის აღსარებით ეს ნიშნავს რა რომ გავლილი ცხოვრების ანალიზი. შეცდომების დანახვათ ანალიზი აი როგორ აი საიდან და სხვათა შორის აი ყველა ვინც ასეთი ძალიან მოაზროვნე ადამიანი არის მათთვის ყველასთვის ერთნაირად ყველაზე დიდი სირთულე
წარმოადგენს აი ეს საკითხი. როდის რა პროპორციით ღმერთს მიუგოთ და კეისარს კეისრისას. არა ძალიან ადვილია იცი რომ თქვა რომ ყველაფერი ღმერთს ყველანაირი მადლობა დიდება პატივი და თაყვანისცემა ეკუთვნის ღმერთს. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ როცა უყურებთ კითხულობთ სახარებაში ყველაზე მკაფიოდ ღმერთმა სად აღწერა ვინ მოხდება სასუფეველში და თქვენ წეგან თქვით აი ციხეში ვიყავი არ მოხვედით ის ანუ კეთილი საქმების მკეთებლები ანუ ადამიანი რომელიც თავის მოყვას უკეთებს სიკეთეს და ეს უკვე არის კესრის ერთი მხრივ შენ ხვდები რომ ქრისტე არ ამბობს ვინც აი მოდი ჩემთან ძალიან დიდი მლოცველები ვინც ხართ მოდით იქი და ვინც ბევრი სენი ლოცვები აქვს წაკითხული მოდი ჩვენთან და ვისაც ცოტა იქი წადით არა ვისაც კეთილი საქმეები აქვს გაკეთებული ხედავთ ამიტომ ყველაფერი იმით არის ეს ცხოვრება საინტერესო რომ ყველაფერი ცალსახად არ არის ეს ყველაფერი ცალსახად რო ყოფილიყო რომ ეს 100-ია ეს ისე ყველაფერს თავისი ფასი წონა და ზომა რო ქონოდა ეს როგორც გეომეტრიაში ხო მაშინ ის აქნებოდა უფრო ადვილი მაგრამ ჩვენი ცხოვრება გეომეტრიიდან იმას განსხვავდება რომ იმას არ აქვს ყოველთვის ერთი და იგივე ფასი და წონა სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვა წონა აქვს და ამ ზუსტად აი ეს არის ყველაზე რთული აი რა ვქნა მე ყოველდღე აი ამაზე ვფიქრობ, ხო? აი ქრისტემ თქვა, აი ვინც ეს გააკეთა, მოვიდეს ჩემთან, ვინც ანუ მე გამიკეთა ეს და ამიტომ მოვიდეს ჩემთან. ანუ ამ შემთხვევაში ესე იგი გამოდის რა, როცა შენ უკეთებ ვიღაც მოყვას, ან გინდათ უცხო ადამიანს, გინდათ გავლენს, რაღაც სიკეთეს უკეთებ, შენ ამით ღმერთს უკეთებ. ხო, ზუსტად. და რატომ მივდივართ შორს? თავარი. ეხლა ჩვენ ხო მაინც ყველაფერი რეალებს ებრაული ერის ირგვლივ, ხო? რატო გახდა ებრაელი ერი რჩეული? და რატომ ღმერთს მაირჩია და რატომ ეს ყველაფერი საიდან წამოიწყო? ხო? საიდან? მამა აბრამი, მაშინ ის აბრაამი არ იყო, იყო აბრამი. და ცოლი ყავდა სარა და ბერწი იყო. და უკვე საკმაოდ დიდარი იყო და ყავდა ძალიან ბევრი მონები და იქ რაღაცა მუშები, რომელიც დაქირავებული მუშები. მაგრამ შუადღეზე პალესტინაში ისეთი პაპანაკება სიცხე იყო, რომ ის იყო სიესტის დრო იყო. ვერ უძლებდნენ, ვერ ცხოველები, ვერც ადამიანები და ცხოველები სოროებში, გრილ სოროებს მოძებნიდნენ და იქ გაქონდათ ეს დრო და ადამიანები მიდიოდნენ და ისიც სადღაც ჩtildeში იძინებდნენ. თუმცა ვერ ფუნქციონირებდნენ, უბრალოდ იძინებდნენ. და როცა მისი მონებიც კი იძინებდნენ, ის მაშინაც კი მეფე აბრამი, მამა აბრამი გამოდიოდა თავის სახლის წინ დადგებოდა გზასთან დაჯდებოდა და უყურებდა ვინმე მაშვრალი გზავრი ხوار მოდის დაეპურებინა ხო ისე არავის არ გაატარებდა ხო აი წარმოიდი ამ სიცხეში მოდის ადამიანი წყურია დაღლილია ხშირ შემთხვევაში მაშინ ფეხსაცმელი ხوار იყო ფეხში შველა აი ამ გავარვარებულ მიწაზე და თქვენ იცით პალესტინაში ივლისში რა არის რა ხდება უბრალოდ წარმოუდგენელი ჩtildeში 40 გრადუსი არის და მზეზე 50 გრადუსამდე ადის ეს ყველაფერი და ასეთ და დაინახა რომ სამი ადამიანი მოდიოდნენ ერთმანეთს გავდნენ ახალგაზრდა და შეიყვანა ას გამოეცხადა ხო პირველად სამი შეიყვანა ისინი ფეხები დაუბანა გრილი წყალი დაალევინა ეხლა მან არ იცოდა მან იფიქრო ჩვეულებრივი მგზავრები იყვნენ გააკეთა სიკეთე ის მას წარმოდგენაშიც კი არ ქონდა რას მიიღებდა ამაში აბა რომ შენ გახდები აბრაამი დიდი ელის მამა და ის სარა რომლებიც უკვე ასაკოვანები იყვნენ და არავითარი შანსი არ ქონდათ შვილის გაჩენის არავითარი ნოლის შანსი გინდათ აბრამს სალკე რო გაეჩინა შვილი აბრამისგან გაჩენა გინდათ სარას რო გაეჩინა და დიდი ერი და
აი, ხედავთ, მაგრამ რით დაიმსახურა მან? აი ესეთი სპონტანური რაღაცა სიკეთის კეთებით, სახურებით. ხო. ამ შემთხვევაში ის არ ულოცობ, ამ შემთხვევაში მას რომ მარტო ელოცა ღმერთისთვის, ხო? ის ღმერთი იქ ჩაივლიდა იმ გზაზე. რეალურად გამოეცხადა. და ეს რეალური შეხვედრა არ ექნებოდა. საქმეში გამოეცხადა. და ამიტომ მე ისე ვიმეორებ რა, ეს არის ყველა ეს მოაზროვნე ადამიანის ძალიან დიდი ტკივილი და საზრუნა, იმიტომ რომ რეცეპტი არ არსებობს. არ არსებობს ჩვენ ახლა რომ გამოვწეროთ ვიღაცას რეცეპტი, რა როდის, რა პროპორციებით ჩვენ უნდა იმოქმედო. გასაგებია წითელ პარასკევს იქ უნდა იყო მართლაც უნდა იყო სადაც უნდა იყო თქვათ. ну სხვა დღესაც რომ მაგრამ წითელ პარასკევს განსაკუთრებით. ხო, მაგრამ აი აქ ეს კონსტრუქცია არის ძალიან რთული არის. და არ უნდა გამოგვეპაროს რა. და ამიტომ როცა ამბობენ რის კარგ რაღაცას ამბობთ, ხო, რის არის საჭირო მოძღვარი, ხო? აი ზუსტად მოძღვრის ფუნქცია ეს არის, კი, სწორი კორექტული ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება ისედაც ადამიანმა რაღაცა წყაროებიდან მიიღოს ეს კორექტული ინფორმაცია. მაგრამ აი ეს პროპორციები რომ მოძებნო, იქ უკვე სულიწმინდის კარნახი გჭირდება. ხო. ადამიანის სულიწმინდის კარნახის გარეშე არაფერი არ არის. ადამიანი არის ნოლი სულიწმინდის მადლის გარეშე. აი აბსოლუტური ნოლი არის. ხო. აი იგივე მოციქულები. აი წარმოვიდგინოთ სულიწმინდის მადლის მნიშვნელობა. ახლა ნახეთ 50 დღეს სულთმოფენობის გარდმოსვლას როცა გითხულობთ. ახლა წარმოიდგინეთ მოციქულები, რომლებმაც ნახეს ამდგარი ქრისტე. გამოეცხადა. 6 ჯერ გამოეცხადა, სხვათა შორის ბევრი მარიცის. ქრისტე 6 ჯერ გამოეცხადა მოწაფეებს. ეს რაც ასეთი გარანტირებული ის არის, თორემ ისე ბევრჯერაც ის ზოგი ამბობს 3 ჯერ, ზოგი 5 ჯერ გამოეცხადა. წარმოვიდგინე 6 ჯერ გამოეცხადა. მათ თვალწინ ელიონის მთაზე ამახდა ზეცად. აი მეტი კიდე რა გინდა? და რა წერია სულთმოფენობის აღწერის დროს? რომ მოციქულები ატრიუმში, ატრიუმი ეს არის სახლი, თი როგორი ტიპის სახლი, შიდა ეზო, სადაც იცით როგორ არის. იქ ოთახები არის, აი პირველი ოთახი არის განათებული ოთახი და მე შემდგომი ოთახები არის ფანჯრის გარეშე. ხო, შედიხარ, ხო. შედიხარ და ფანჯრის გარეშე ოთახები არის. და აი ფანჯრის გარეშე ოთახებში იმალებოდნენ შიშისაგან 2000-ა. მოციქულები. კი. კი. მოციქულები. წარმოიდგინეთ, ხო? ისინიც კი სულთმოფენობამდე თანახეთ ამათმა რამდენი ხანი ქრისტეს გვერდში გაატარეს. ღმერთის გვერდში გაატარეს, ხო? გვერდში ყოფნა რას ნიშნავს? უკვე ნიშნავს რომ შენ იქიდან უამრავ რაღაცას იღებ. აი ამდენი რაღაცის ისა და აი ეს ფრაზა ძალიან იმას გვიშვება. მე პირადად რომ წავიკითხე, ცოტა შემძრა ეს ფრაზა. შიშისაგან 2000-ა. პირდაპირ გულწრფელად წერია, თვითონ წერენ. ანუ აღიარებენ რომ მიუხედავად ყველაფრის ამისა, კიდე შიში ჰქონდათ 2000. აი სულთმოფენობის შემდეგ პრაქტიკულად ყველა მოწამეობრივად აღესრულა. ივანე ღვთისმეტყველი ადუღებულ ფიში ჩააგდეს და პატმოსის კუნძულზე ბოლოს ისე თავის იმით ერთადერთი ივანემ გარდაიცვალა ღვთისმეტყველი. ყველა მოწამეობრივად მიიღეს სიკვდილი. მაგრამ უკვე იყვნენ მათზე იყო სულიწმინდის მადლი არსებობდა. ამიტომ ეს სულიწმინდის მადლი არის ის ძალა, რომელიც ყოველგან არის და ყოველსავი აღავსებთ მადლითა მისით. და აქედან გამომდინარე, მარტო აი ასეთი მკვდარი ცოდნით ჩვენ ვერაფერს ვერ იმას ვიზავთ. და იმისთვის ზუსტად არის საჭირო მოძღვარი, რომელიც დაეხმარება ადამიანს
და სხვათა შორის როცა შენ სხვას ეხმარები, ამით საკუთარ თავსაც ეხმარები. როცა ადამიანი მოდის კითხვით, შეიძლება ხანდახან ისეთი კითხვით მოდის, რომ შენ რომ მას რო პასუხობ, ამით შენ თვითონაც იზრდები. ხო, ძალიან. კი, ხშირად ხდება ხოლმე, მაგრამ პირიქით შენთან მარტო მოსწავლე არ მოდის, მასწავლებელიც მოდის ხოლმე და ხშირად თქვენთან არ ყოფილა ეგეთ შემთხვევა, რომ რევლი მოსულა და ისეთი რაღაცაზე გაგიმახვილებია ყურადღება, რაც აქამდე საერთოდ არ შეგიმჩნევია. ჩემთან არის ხოლმე, ეხლა მაგალითად სასულიერო პირები რომ მობზანდებით ხოლმე, მაგრამ ხშირად ძალიან ბევრ რაღაცას ვწავლობ, რა თქმა უნდა, ყველა თქვენთაგანისგან, მაგრამ რაღაცა ისეთ რაღაცას ჩაგახედები, რომ 10 ჯერ რო კონდეს წანაკითხი, იქიდან კიდე სხვა რაღაც სამოიღებ რა. და მადლობა ამისაც, რომ ვიცით რატო რომ აი საჭირო არის აი ეს სიბძნე და ეს აი უფლის თვალით ხედვა, აი სულ მახსენდება ხოლმე ხა სპეციალურად მოვნიშნე მოწყალე სამარიტელისის, აი ხა რამდენი იქამდე მაგარი მორწმუნემ ჩაიარა, რამდენმა მაგარმა ვიღაცამ ჩაიარა და ვერ შეამჩნია, მაგრამ აი უცბად სამარიტელმა შეამჩნია, რომელიც შეიძლება საერთოდ გარტყმაში არ იყო იქ, მაგრამ აი ეგ არის, აი ეს მომენტი არ უნდა გამოგეპაროს რა, ის შენმა შეიძლება ჩაიაროს ისე რომ აი წარმოგიდგენთ ახლა იქამდე რამდენის დამრიგებელი და რამდენს ბძენი რო იგონა ისეთმა ადამიანმა მიატოვა ეს ხალხი, ხო? ეს ადამიანი. ბევრად რომ ხო, აი თუ შეიძლება, აი ამ მომენტს რო ჩავყო თქვენ ვიცი რომ ძალიან მაგრაგაშლი. როცა 10 განკურნა ბრმა, 10 კეთროვანი რო განკურნა. და ერთი რომ მოვიდა. აი ეს იყო სამარიტელი იყო. ხო, წარმოიდგინე. ხო სამარიტელი იყო ხო როგორია ხო ანუ ესე იგი აქ ესე იგი ცოდნა არის აუცილებელი პირობა მაგრამ არასაკმარისი ზუსტად და მე მინდა გითხრათ რომ ამიტომ როცა და საერთოდ ადამიანი როცა სხვისთვის აკეთებ უფრო კარგად გამოგდის აი მე მინდა გითხრათ რომ და მათ ხვდები რომ ღმერთი აკეთებს ღმერთმა აი მე ძალიან მიხარია ხოლმე როცა ვიღაცა მთხოვს რომ მისთვის ჩავატარო რაღაც პარაკლისი რაღაცა სავედრებელი ისა უფრო თქვენ გეხმარებათ ხო მე როცა მისთვის ვატარებ მე ვგზნობ რომ ყველაფერი ზუსტად ერთიმდენი მე მომივიდა და მე ძალიან მიხარია რომ მე თვითონ პირადად ჩემთვის ვერაზოს ღმერთს ვეღარაფერს ვერ ვთხოვ რომ ღმერთმა აჟერ უფრო მეტი გამიკეთა ვიდრე მეკუთნის ხო ამიტომ ანუ კიდე 5 სიცოცხლე რო ვიცოცხლო უკვე ის რაც ეხლა გამიკეთა უკვე საკმარისია და არ უნდა ვთხოვო ამიტომ მე უფლება არ მაქვს რაღაცა ღმერთს ვთხოვ მაგრამ როცა ვიღაცა მოდის და გეუბნება მოდი რა სავედრებელი პარაკლისი ჩამიტარე მაშინ მე უკვე მეძლება კადნიერება რომ ჩავატარო იმიტომ რომ მას რო უტარებ ზუსტად ერთი იმდენი მადლი მე მომდის იმ მომენტში აი ეს არის პარადოქსი აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გვესმოდეს როცა ჩვენ ურთიერთობ ვიღაცასთვის რაღაცას ვაკეთებთ პირში ჩვენთვის ვაკეთებთ ამას ხო აი მე ხო ძალიან ცუდი შედარება მინდა გავაკეთო რა ну ძალიან მტკივნეული მაგრამ ну არც შეიძლება კორექტული იყოს მე ძალიან ბევრი ჭირისუფალი მინახავს რომლებიც მოვიდნენ და იყვნენ ჭირისუფლები და მე იმის ხარჯზე რომ იმ მიცვალებულს რო ეხმარებოდნენ მასზე ლოცულობდნენ ისე გაიზარდნენ ისეთი დიდი პიროვნებები გახდნენ იმასთან შედარებით რაც იყვნენ როცა მოვიდნენ როგორც ჭირისუფლები ანუ რა მოხდა იცით მოხდა ის რომ აი ეს პარუსია მათი გარდაქმნა როცა ის მათმა დაიწყეს ლოცვა თავის მიცვალებულზე აი თვითონაც გარდაიქმნენ ანუ მარტო ისინი ლოცულობდნენ მის სასუფეველზე, მაგრამ უკვე თავისთვისაც გაკაფეს გზა სასუფევლისკენ. ერთმა შობელმა მითხრა, ერთხელ ერთმა დედამ ესეთი ძალიან მაგარი ფრაზა მითხრა. მე სულ ზრუნავდი ჩემ შვილზე და რო გარდაიცვალა, ნუ ვიფიქრე გარდაიცვალა. მაგრამ ეხლა მივხვდი რომ ეხლა მას დედის ზრუნა უფრო მეტად სჭირდებაო. იმიტომ რომ გაიგო რამდენი უნდა ილოცოს, რა უნდა გააკეთოს, რა უნდა ეზიაროს, ეს გააკეთოს, ისე ილოცოს რაღაც ის არის და ამ ხალხმა თქვა, ვაიმე, მე მეგონა რომ შვილი წავიდა ჩემგან, მაგრამ ეხლა მივხვდი რომ რეალური ზრუნვა ეხლა დაიწყო ჩემი მასზე. ზუსტად, აი მართლა სწორი მიგნება ძალიან დიდი. ხო, აქედან გამომდინარე არ უნდა გვეშინოდეს, ჩვენ სხვისთვის როცა რაღაცას ვაკეთებთ, სხვას როცა უკეთებ, ხო? მე ყოველთვის ძალიან
აი მე პირადად სათქმის როცა ეხლა ადამიანი ცოტა კიდე სხვა არის აი მე ყველაზე მეტად კმაყოფილებას ბავშვობიდან ღებულობდი და მე აღარ აი ცხოველი რო ჭამს და ძღება მე ისეთ მორალურ კმაყოფილებას ღებულობდი რომ მე უკვე აღარაფერი მინდოდა ქუჩისან რაღაცა გაუვედურებულ ან წარსენან და სხვათა შორის რასაც საჭმელს მომცემდნენ ხოლმე ჩუმად გადავინახავდი არ შევჭამდი და მე გამოვდიოდი ქუჩაში და ვაჭმევდი იმას რა ქვია ზაღლებს ვაჭმევდი ყველა შორის მამა გულზე გეტყობათ რომ აი ეს რაღაცებს რო აკეთებ ადამიანებს იცი როგორ აი ცხოველი ჭამს ხო შენ წილს ჭამს ცხოველი მაგრამ ისე გიხარია ხოლმე რომ მე და რა სიღრმედებს გეხვეწე მე ვიცი ახლა მაგრამ აყურებეს რო აუხსნათ აი ამაში რა სიღრმედებს აი იკალებ ახლა ხო წარმოიდგინე მაგრამ აი რო უყურებ რომ სხვა რო ძღება შენ უფრო მეტად ძღები ამით თან ცხოველი აი რომელიც აი სარგებას არ მოგიტანს თან ისე აი უბრალოდ აგდებ ხო ფაქტიურად მაგრამ მაინც რა აკი არ აგდებ მახსოვს მე ცუდი მჭამელი ვიყავი და ხშირად დავყავდი ზოოპარკში, იმიტომ რომ ცხოველები რომ მიყვარდა, იქ ცოტა ცხოველებს რო ვაჭმევდი. თქვენს პარალელურად ტენიდენ ახლა იქ რაღაცა ძალიან ბევრი ვაჭამეთ იმ ცხოველებს, ვიზარები არ დაჭა და დედა ჩემო შემეხვეწა ეს ერთი კიტრიო მაინც შეჭამე და მომცა და უსმო დავინახე ვირი დგას და ვირი შევაჭამე და ისეთი სიამოვნება მივიღე იმისგან რომ ვირმა ისე გემრიელად შეჭამა ის კიტრი. დედა ჩემი კი გაბრაზდა რომ შეწუხდა ეს ბოლო კიტრის ვირს შეაჭამე, მაგრამ აი ეს არის, ამიტომ მაგრამ ეხლა დავანებობ იმას ცხოველებს და მათკვებას თავი, აი თვითონ ლოცვა, ხო? აი სხვაზე ლოცვა არის ბევრად უფრო ეფექტური. ამ დროს შენ უფრო მეტი კადნიერება გაქვს. ხო, მე სხვის მაგიურად ვთხოვ, ჩემს მაგიურად არ ვთხოვ. კი, უფრო თამამიც ხარ. კი, იმიტომ რომ აი მე რაღაც მისიონერიც ხარ და გაკისრია და ასრულებ. შენ შეიძლება იმდენად ვერ შეასრულო, მაგრამ აქ რო გევალება შენ აი სხვაზე აი მამა გიორგის უნდა დავეხმარო ეხლა და სიტყვაზე აი სადღაც არის და ჭირდება ჩემი ლოცვა. აი სხვა ისა გაქვს და მართალი ბრძანდებით მომავალ რა. და იმიტომ რომ მე ხო არ ვიცი იმას რა როგორ ეკუთვნის და მე ვიცი რომ მე არ მეკუთვნის. მე იმდენი მივიღე რომ აღარაფერი ღმერთისგან არ მეკუთვნის. კი ვთხოვთ ხოლმე რომ ღმერთო შეწევნას რაღაც იმას, მაგრამ რაიმეს ისეთ განსაკუთრებულს უბრალოდ არც მაქვს, აი არავითარი, არც მორალური, არც იურიდიული, არავითარი უფლება რამე რომ ვთხოვ ღმერთს. მაგრამ აი სხვის მაგივრად როცა ვთხოვ, ხო? აი ხო დამთავრდება პარაკლისი. ხო წავა ის ადამიანი. და ვგრძნობ რომ რა კარგათა ვარ. და ხანცად ვფიქრობ, მე ახლა მე რო დავდგე და ჩემ თავზე რო ჩავატარო. არ გამომივა ასე გულწრფელად. იმიტომ რომ სულ რაღაც ჭმუნმა მექნება რომ რა შრები, რა ვთხოვ ღმერთს. რატო ვთხოვ? რა გაუმაძღარი პიროვნება ხარ, რა ვთხოვ ღმერთს, გამიგე და აქ კიდე ისე იოლად გამოდის და ისეთი დასიამოვნები ხარ იმის შემდეგ. და აქედან გამომდინარე, აი ეს ყველაფერი იმიტომ არის, რომ აი ეს პროპორციებზე როცა ჩვენ საუბრობთ, ხო? აი რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ, ხო? და სხვისთვის უნდა გავაკეთოთ და სხვას რო გავუკეთებთ, თქვენ იცით ეს იგავი. ერთი ბიჭი იყო ძალიან და მისი ხალხი იყვნენ ძალიან უბედურები. ხო. და თვითონაც ძალიან რაღაცა პრობლემებში იყო და არ გადაწყვეტილებას ვერ ღებულობდა და გაიგო რომ არსებობს ერთი ძალიან დიდი ბრძენი ადამიანი და შეიძლება მასთან მისვლა, მაგრამ ძალიან დიდი რიგია და ძალიან დიდი გზა არის. და მარტო სამ კითხვაზე დაგისვავსო პასუხსო, გეტყვისო. გიპასუხებსო, მეტი არაო. ლიმიტი არის სამი კითხვა. რაც არ უნდა სიშორედან მივიდეს ადამიანი და რაც არ უნდა სწავლოს რაღაცა, ლიმიტი არის სამი შეკითხვა. და ნუ მას ძალიან შევფიქრობდა თან ეს სამი კითხვა მეყოფაო მე, იმიტომ რომ ისეთი გასაჭირი, ისეთი რაღაც იყო, რა ვქნა და წავიდა გზაში, მიდის და რაღაც ქვეყანაში მოხვდა, სადაც ძალიან გაჭირვება იყო, რაღაც პრობლემები, რაღაცა საწყალი ხალხი და ნუ მან მოყვა რომ აი მე მივიდვარ იმ ბრძენთან რაღაც აი ძალიან დიდ გზაზე და ამათაც თხოვესო. იქნებო აი ჩვენს ჩვენს ასეთი შეკითხვა გვაქო. ხო. და იქნებო ორი კითხვა. მაგათ თქვა, ვაიმეო,
ისედაც სამი კითხვა არ ყოფნიდაო და ეხლა თქვენს გამო რო კიდე ახლა ორი კითხვა ძალიან ცოტა არის მაგრამ ბოლოს რო ესეთი როგორი საწოდავები უარი არ თქვა და კარგიო და წავიდა ალბათ საქართველოს იგადიო ხო არა ანალოგიურად კიდე რაღაც სხვა ქვეყანა ანალოგიურად კიდე სხვა ქვეყანა შეხვდა ასეთი იქაც ასეთივე რაღაც გასაჯიო რაღაცა ნუ შევიდა დაეკონტაქტა მათთან და შევიდა მათ მდგომარეობაში და მოყვა თავისი ისტორია რომ ასე ორი კითხვა სამი კითხვა ორი გადარჩა რაღაცა და უცბად ამათაც თქვენსო ჩვენ აი ესეთ გასაჭირშვენ რომ აი ვერ გამოვდივართ ამ პრობლემებიდან და იქნებ იმ ძენს უკითხო ჩვენ შესახებ რა ვქნათ როგორ გავაკეთე ეს სულ გადაირია რომ ისე კი გამოდის რომ ერთი კითხვა მრჩებაო მეო და კიდე მესამე ადგილასაც იგივე მოხდა და იმათმაც თხოვეს რომ იქნებ აი ესეთი შენ ძალიან კეთილშობილი ახალგაზრდა ხარ და მაშინ რომ მე თქვენი სამი კითხვის გამო მივდივარ უკვე ჩემი კითხვა არის არ ну ბოლოს ну კაი რა ვქნათო თქვენ ხდები უფრო მეტად გიჭირთო და მოდი ისა და მივიდა იმ ძერთან იმ სამ კითხვა დაუსვა მან სუსხვაზე რო უთხრაო სუსხვებზე ეს სამივეზე აი დაისაქნა თავისი არ კითხა მაგრამ მთელი ეფექტი რაში იყო როცა იმ სამივე კითხვაზე მიიღო პასუხი საკუთარ პრობლემაზეც მიიღო პასუხი ხო ზუსტად აი გიყო ანუ აი და უფრო მაგარი პასუხი მიიღო ვიდრე პირადად იმიტომ რომ მათი გაჭირვებით მათ გაჭირვებაზე მიგებული პასუხი მან უკვე თვითონ გაიგო მისთვის ანუ სხვებს გაუკეთა მაგრამ და თავის თავს გაუკეთა ამით სხვებს რო გაუკეთა და თავი შეწირა ხო თითქოს თავის ინტერესი უკან გადადო აი ზუსტად მაშინ მან მიიღო ეს ის არა ქვია აი ეს არის ამიტომ კაცობრიობა ყოველთვის ახსოვს ყოველთვის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე თბილად და ისა ახსოვს თავდადებული ადამიანები ხო აი ვინც ერისთვის თავი დადო ერისთვის თავდადებული ხალხი ყველაზე კარგად ახსოვს ღმერთს. ხო და შუა კაცობრიობას. და ჩემ გადაცემაშიც მამაო მაგიტომ აქვს აი უწმინდესი სურათი და ესეთი ხალხის სურათები მაქვს. ყველა ვერ ეტევა სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ბევრი უღირსეულესი ესეთი სასულიერო პირი ყავს, ნია. ხო და ეს სწორედ დანდებით რომ ზუსტად თავდადებული ხალხი, იმიტომ რომ აი ეს ჰუმანიზმი და ერისთვის თავდადება ეს არის ყველაზე მთავარი თვისება. შეიძლება ადამიანი ჯილდოთ, ხო, გენიოსი იყოს, მაგრამ ბოროტი გენი. ხო. სატანა არის ბოროტი გენიოსი. ხო, ზუსტად. სატანას შეუძლია ძალიან მაგარი სასწაულები მოახდინოს. ხო. და სატანამ რაც იცის და სატანას რა ძალა და შესაძლებლობა აქვს, ხო? ხო. მაგრამ ის არის ბოროტი გენი. ხო. და ამიტომ კაცობრიობას ყოველთვის ახსოვს და ამიტომაც არის რომ ქრისტე ყველაზე მეტად გვიყვარს. რატომ გვიყვარს? იმიტომ რომ მან ყველაზე დიდი მსხვერპლი დადო ჩვენს გამო. ხო. აი წარმოვიდგინოთ, ქრისტე მოდის თან უპირობოდ და ნახეთ რა ამბობს. ხო შეიძლება ქრისტე მოსულიყო და ეთქვა აგერ მე. აი ხო ლოგიკურად ჩვენი ადამიანური ლოგიკით ლოგიკით ვიცი რასაც ამბობთ. ქრისტე რომ მოსულიყო შეიძლება ეთქვა აგერ მე. ღმერთი ამ ხელა პატივი დავდე. მოვედი. პლუს თქვენი სხეული მივიღე. გაგიტოლდით. ხო. ეხლა მოდით აბა თქვენიცით აბა და მომემსახურეთ. და რა თქვა ქრისტემ? იქით მე მოვედი რომ არა მემსახუროთ, მოვედი რომ მე მოგემსახუროთ. და დიდხუჩაბაც რა. ხო. ხო, აი ხედავთ. აი ეს არის მთელი ეფექტი. აი ეს არის სიდიადე. როცა სიმაღლე სიმდაბლისა გვაჩვენოთ ჩვენ. ზუსტად. აი სიმდაბლეს უდიდესი წვერვალი სიმაღლისა. თან პირიქით ამბობს რომ მოვედი ჩემთან ყოველი ტვირთმძიმენი. ხო, პირიქით ამბობს. ხო, და მე მოვედი. წესით ყველანაირი ლოგიკით, აი რაღაცა ეპოსი, რაღაცა რო ყოფილიყო და ვიღაცა დიდი აი ფარაონი, ხო? რას აკეთებს ფარაონი, ხო? იმსახურებს ყველა მსახური ის დადის და დაჟე ჩვენ ვიცით რომ იქ ბევრი ესეთი მეფეები
ფეხით არ მოძრაობდნენ. რა თქმა უნდა, ეტლიცაც არ მოძრაობდნენ, თვლიდნენ რომ ცხენებით წაყვანა და ესე იგი ადამიანები ხო, მონებს დაქონდათ ისა, ხო? ქრისტე ფეხით დადიოდა ყველგან. აი ეს არის სიმდაბლე. აი ეს ადამიანი, აი ეს ღმერთის ქმნილება რაღაცა ეს ისა რომ არ კადრულობდა და სადმე რომ ფეხით არ მოძრაობდა, უნდა მოეტანათ რაღაცა ნასილკები და იმით ესე იგი ეტარებიათ. და ამ დროს ვინც შექმნა ის ფეხით დადიოდა. და თქვა რომ მე იმიტომ კი არ მოვედი რომ მომემსახურო, მე მოვედი რომ მე თქვენ მოგემსახუროთ. და ეს არის მაგალითი. ამიტომ როცა ჩვენ ვამბობთ ქრისტეს მიბაძვაზე, ხო? დიახ. რანაირად ბაძავთ ჩვენ ქრისტეს? აი რით ბაძავთ, აი ერთი მითხრას ვინმე. სხვის მსახური უნდა იყო. თუ გინდა რომ აი არის ასეთი შეკითხვა. მეფე დავითი სვავს ასეთ შეკითხვას. რაი მივაგო მე უფალსა, რაოდენი უფალმან მომაგო მე. აი შეკითხვა, მოდი დავსვათ საკუთარ თავს. აი რა უნდა მივაგო? პასუხს ვერავინ ვერ გაქვს. ხო, აი რა უნდა გავაკეთო? ხო, აი რა უნდა გავაკეთო? აი უფალმა ამდენი გამიკეთა და მე რა უნდა გავაკეთო? მე ხო ცოტა ისე ჩემებურად უგვასუხებ. რა უნდა გავაკეთოთ და წმინდა წერილი უნდა ვისწავლოთ. აი შევძურეთ ასე და ვიკითხოთ აი წმინდა წერილი. მე მინდა გითხრათ, აი ღმერთის სიყვარული, საიდან უნდა, ანუ საიდან ყველაზე კარგად ჩვენ გებულობთ ღმერთს, ხო? აი როგორ შემიძლია მე გამოვამშრალნო ჩემი სიყვარული ღმერთისადმი? არსებობს ისეთი პრიბორი, რომელიც ზომავს სიყვარულს. სიყვარულის გამზომი პრიბორი, აი შეიძლება ტემპერატურა, წნევა გაგიზომონ, რაღაც ისა რა ქვია, კიდე სხვა რაღაცა პარამეტრი, თვალის წნევა გაგიზომონ, თავის მაგრამ საზომი, რომელიც ზომავს სიყვარულს, არ არსებობს. და რით უნდა დავამტკიცო მე ღმერთ ჩემი სიყვარული? აი ის, რაც ღმერთმა მე დამიტოვა, აი ეს ბიბლია. აი რომ ერთ უზივარ და იმას რომ ვკითხულობ და მინდა მასზე უფრო მეტი გავიგო. აი ეს არის მე მგონი ერთ-ერთი მთავარი მომენტი. რომ რაც მე უფრო მეტს გავიგებ ღმერთზე და უფრო კარგად მესმის მე ღმერთი, ხო? თუ რა თქმა უნდა, ჩემში არის კეთილი ნება, მე უფრო კარგად შევძლებ რომ ეს ყველაფერი აღვასრულო. ხო. აი ამას შესაძლოა. ამიტომ ქრისტემ რატო დაიბადა? ანუ სახარება იწყება ქრისტეს შობით. და ამიტომ როცა ჩვენ საუბრობთ შობაზე, ხო? ქრისტე მაშინ დაიბადება ჩვენში, თუ ჩვენ მის სახარებას წავიკითხავთ. ვიმუშავებთ წმინდა წერილზე. ხო. აი ეს არის, ამიტომ რეზიუმე ეს არის. აი რა უნდა გამოვიტანოთ შობიდან რა დასწრები? კი, სივდაბლე ის რაღაცა, მაგრამ როგორ შემიძლია მე სწორედ ვიფუნქციონირო, როცა მე ღვთისნება არ ვიცი. კარგად. ხო. და ღვთისნება საიდან შემიძლია გავიგო მე? აი აქედან, წმინდა წერილიდან. ხო. რა არის ღვთისნება? ამიტომ ყველას მოუწოდებ რა, რომ აუცილებლად კი ლოცვა ძალიან კარგია ყველაფერი, მაგრამ უნდა ბიბლია ვიკითხოთ. აუცილებლად. იმიტომ რომ ის საჩუქარი, რომელიც ღმერთმა რა თქმა უნდა, ქრისტემ ჩვენ გვაჩუქა საკუთარი თავი, თქვა რომ მე მოვედი რომ მოგემსახუროთ. და რომ წავიდა დაგვიტოვა ეს, სახარება დაგვიტოვა. ბიბლია დაგვიტოვა. და მამაო, თუ შეიძლება ერთი კითხვა მაქვს კიდე მაგ ბიბლიიდანს. აი ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთო. ეხლა თქვენ რასაც ამბობთ, წეღა რო ახსენეთ, თქვენ რო სხვას რო უკითხავს, პარაკლისოს უბრალოდ ვიციო რომ მე მიხარიაო და მე მადგებაო და რაღაცაო. აი როგორ უნდა ინახეთ, აი მე ესრეთ აღასრულეთო. ხო, ჩემი ჯულის იგი ქრისტესიო, ხო, როგორ უნდა მოვიქცეთ ეს რომ სხვისი სიმძიმე ვიტვირთოთ. ამ ხრივ მამაო, ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არის დღეს კაცობრიობის ერთმანეთის მიმართ გაუცხოთ ადამიანი. თქვენ ახლა ვისაც ელაპარაკებით, მამაო, ძალიან მაგარ რაღაც ელაპარაკებით, მაგრამ იმას შეიძლება სახარებაც აქვს წანაკითხი, მაგრამ გამგები არ არის, ვერ გაიგო.
ხო, აი ციკლობა არის, კითხულობდა. ხო, ინტერპრეტაცია. ბევრ ციკლს, მაგრამ ჯვარსაც ნამდვილი ღმერთი რომ მოვიდა, ვერ შეიცნო, ხო? ამ შემთხვევაში აი თუ შეიძლება, აი როგორ უნდა მოგვეწოდოს სწორად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეგრე სექტაც არის, კითხულობს სახარებას ეპირათიცია, რომ შეიძლება, მაგრამ არა ინტერპრეტაცია. ხო, იცით ერთმა როგორ გააკეთა ინტერპრეტაცია? არაკაცკლა. ხო, ანუ არაკაცი უნდა არაკაცკლა, არაკაცი უნდა მოკლა. და ხელი მოიკვეთოსო და მართლა რომ მოიჭრა ვიღაცა. ხო, მაგრამ ეს სხვა არის, არაკაცკლა. ხო და მან თქვა რომ არაკაცკლა პირდაპირ ნიშნულობით გაიგო. ხო და აი თქვენ ძალიან კარგი კითხვა დამისვით და მე ახლა გეპასუხებ თან ძალიან ისე ცოტა ოდნა შორიდან. დიახ, იმიტომ რომ 5 წუთიდან ჩამოვარდა მოვასწრებ, ზუსტად რა ხდება. ახლა ჩვენ იცით რომ მაშინ საერთოდ ქრისტიანობაში არის ბევრი აპოკრიფი წიგნი, რომელიც მიეწერება ვიღაცას, ამ დროს არის აპოკრიფი. და რატომ? დღეს ძალიან აქტიურად იყენებენ პლაგიატს. პირიქით ვიღაცისგან რაღაცას გადაწერენ. და ძველად იმ საუკუნეებში როგორ იყო? აი დავუშვათ მე რომ დომებოდა რაღაცის დაწერა და ჩემი აზრი რომ დავუშვათ ვერაზე ჩემი აზრი ძალიან გაეზიარებიათ, ჩემი აზრები გამეტანა და დავუშვათ მე ვიცი რომ ვერაზე გიორგი დარასელიას ძალიან დარასელიას აფასებენ ძალიან. და მე რას ვაკეთებ? მე რაღაცა ტრაქტატს დავწერ და ხელს მოვაწერ როგორც გიორგი დარასელი. ხო. და გასახდება ისე როგორც ჩემი. ხო. და ეხლა რაზე არის? არსებობდა აი ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და ივანე ოქროპირიანი სოფლიო მასწავლებლად მიჩნეულები. მაგრამ სამწუხაროდ მოიძებნება ძალიან ბევრი აპოკრიფი, რომელიც თითქოს მათზე იყო მიწერილი და ამ დროს მათი დაწერილი არ იყო. ნუ ეს ამას რომელიც სარწმუნო არ არის, რომელსაც არ ამტკიცებენ სხვა მამები, ამის ექსპერტიზები ტარდება სხვადასხვა იმით. გერალდიკით, გერბალდიკით ჯერ ერთი რა ტიპის ქაღალდზე დაიწერა. იმ დროს იყო ასეთი ქაღალდი, როგორი ლექსიკა იყო გამოგდა, მაგრამ ბასილი დიდიზე რამდენიმე აპოკრიფი თვით როგორ დაადგინეს. ავტორიტეტებს იყენებდნენ. ხო, რამდენი აპოკრიფი როგორ დაადგინეს. იქ წერდნენ განდეგილების შესახებ. ამ დროს ბასილი დიდი იყო კატეგორიული წინააღმდეგი განდეგილობის და ის ამბობდა რომ შენ ბერი თუ ხარ უნდა წახვიდე მონასტერში და იქ სხვა ცოდვილი ბერების ტვირთში უნდა იტვირთო და მხოლოდ და წლების განმავლობაში სხვის ცუდ საქციელს, მძიმე ხასიათს, ცუდ ჩვევებს შენ რომ იტვირთავ, იქ შენ განვითარდები. აი ეს არის ბასილი დიდი, სოფლიო მასწავლებელი, რაც ჩვენ გვეუბნება. აი, ხედავთ? აქედან ესე იგი თვით ბასილი დიდი მოგვიწოდებს ჩვენ ამას, მაგრამ მეორე მხრივ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანი უნდა აღიქვამდეს ადეკვატურად თავისი შესაძლებლობები და არ უნდა ვითვირთოთ ისეთი ტვირთი, მნიშვნელობას ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, რომლის ატვირთვა დღეს ჯერ არ შეგვიძლია. ან შემდგომ სანანებელი გაგიხდება, ან გაგაწოდეთ. ადამიანი იზრდება, წარმოუდგეთ შენ შეხვედი შტანგის დარბაზში და უცბად ეტაკე 100 კილოგრამიან შტანგას, ხო? შეიძლება ადგე და სადღაც სტოიკაზე დღეს გადმოიღე და მიგაჭრილი და რაღაცა ტრავმა მიიღე. რასაც ვერ აწევა, უნდა შეეჭრა. ამიტომ შენ უნდა დაიწყო პატარა იმით, წონით და შეიძლება 1 წლის შემდეგ შენ ის 100 კილოგრამიანი შტანგა ბუმბულივით ათამაშო. ხო. მაგრამ ამ ეტაპზე შენ ჯერ არ ხარ მსად. და იგივე ის არის, ამიტომ ჩვენ რო თქვა რომ ადამიანმა მივიდეს და ისეთი ფსიქოლოგიური ტვირთი იტვირთოს, რომლისგანაც მიიღებს ფსიქოლოგიურ ტრავმას, ეს კატეგორიულად აკრძალულია. მაგრამ ამავე დროს ერთმანეთის სირთულეები ჩვენ უნდა გავიტანოთ
და ეს არის და უნდა დავიტიო და უნდა თხოვოთ ხო ღმერთო და რა თქმა უნდა ღვთის სულიწმინდის ბადის დახმარებით თორემ ჩვენი ძალით ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ღმერთის დახმარების გარეშე ჩვენ მე და თქვენ ახლა აი ამ კარების გარეთ ვერ გამოვალთ ვერ გავალთ აი ეგ დარჩებით აი ახლა ღმერთის შეწევნა რო არ იყოს აი ამ სტუდიიდან დარჩებით საერთოდ შემდეგი პროგრამები დაიწყება მოვლენ სხვა ისინი და ჩვენ აგზევართ ვერ გავდივართ აქედან აი მართლა გეუბნები აი ესეთი მარტივი რაღაცა ახლა რომ გავალოთ კარები და აქედან გავიდეთ ვერ გავაკეთებთ ღვთის შეწევნის გარეშე ხო აუ ძალიან დიდი მადლობა მამა ისეთი ლამაზი სხვათა შორის აი ამ მეორე ნაწილი გადაცემაზე ვიტყვი და ვაღიარებ ძალიან ხშირად ძალიან ბევრ მაგარ რაღაცა საუბრობთ ხოლმე და ძალიან მოწონს თქვენი ნაკადაგარი მაგრამ აი ეს გადაცემა აი რაღაც სამაგიდო გადაცემად იქცევა თითქოს იმდენად ბევრი კაი რამ თქვი და ძალიან დიდი მადლობა მამა მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენ გაიგოთ რამდენად მთლიანი კონსტრუქცია არის ბიბლია და ამიტომ პირველ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ ქრისტეს შობის და რამდენმა წინასწარმეტყველმა და ჯერ კიდე თორაში რამდენჯერ იყო ქრისტეს შობა ნათინასა და ზუსტად აღწერილი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა მამა. უღრმესი მადლობა. ბედნიერებას გისურვებთ. ზეგ დაგიბრუნდებით მამა ლუკას უპატაშვილთან ერთად აუცილებლად იქთა სამშაბათს კიდე მეყოლება მამა აკაკი. აი აუცილებლად თქვენი თხოვნით ბევრი ადამიანი მირეკავს აუცილებლად აი ძალიან მაგარი გადაცემები გველის წინასწარ წინ და კარგად ზანდებოთ ყველა პატიმარს მოგიკითხავთ ბედნიერებას გისურვებთ და ყველაფერს აი მალე ყოფილიყავით გარეთ გამოსული ყველანი იმიტომ რომ ძალიან მაგარი ადამიანები იტანჯებით ესე რაღაცნაირად და თქვენ ტკივილში ვართ აგერ აი მამა გიორგი და ყველა გლოცავთ და გვახსოვდეს რომ ქრისტეც პატიმარი იყო ხო ქრისტე ხო იყო მართალია მცირე ხნით მაგრამ პატიმრობაში იყო ქრისტეც იყო პატიმარი და ამიტომ ჩვენ ეს კარგად უნდა გვახსოვდეს ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგაძლიეროთ და ღმერთმა მოგცეთ იმის საშუალება რომ ჯანმრთელი ყველანი დაუბრუნდეთ თქვენ ოჯახებს ღმერთმა გაგაძლიეროთ აუცილებლად ყველა პატიმარს მთელი გულით მოგიკითხავთ აი რაღაცა ისე გული მწყდება ხოლმე რაღაცა აი ბევრ ადამიანს ალბათ ჭირდები და ღმერთო გაითვალისწინებს ყველა რომ თქვენ გარეთ იყოთ აუცილებლად და ბედნიერებას გისურვებთ და ყველაფერ კარგს და უცხოეთში მყოფ ქართველებს კიდე დაბრუნებას გისურვებთ მამო მაპატიეთ ერთი წამივიტყვი ბოდიშკი ხდით რა და გაი მე მორჩეს გადაცემა ბევრი უცხოეთიდან წერს ხოლმე თქვენზეც წერენ მამაო და დიდი მადლობა თქვენ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებთ იგი და უღრმესი მადლობა რომ ხართ რა ბედნიერებას გისურვებთ თქვენ ავი საქართველოს იმედი ხართ იცოდე და კარგად ზანდებოდეთ დროებით